სექსუალობა არის ნამდვილად ბუნებრივი მდგომარეობაც, არის სექსუალური სურვილიც, არის სექსუალური მიმზიდველობაც, მაგრამ სექსუალობა არ არის მხოლოდ სექსუალური მიმზიდველობა, ეს არ არის მხოლოდ სექსაპილი. სექსუალობა არის ენერგია, რაც თანდაყოლილი მდგომარეობა ან თვისება, რომელიც ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ გარკვეული მოთხოვნილებები დავიკმაყოფილოთ. ფსიქოლოგიის სხვადასხვა მიმდინარეობა ამ მოთხოვნილებებს სხვადასხვანაირად განიხილავს. აი გეშტალტ ფსიქოლოგიისთვის მაგალითად ამავე წერტილი არის კონტაქტი. კონტაქტი საკუთარ თავთან, კონტაქტი გარემოსთან და კონტაქტი სხვა ადამიანებთან. და სექსუალობას განიხილავს როგორც ამ კონტაქტის კიდევ ერთი გზა, მნიშვნელოვანი გზა. აუცილებლად მოთხოვნილებებზე ორიენტირებული და არა უბრალოდ სტატიკური მდგომარეობა. და ეს სექსუალობა არის, ასე ვთქვათ, თანდაყოლილი თვისება, ისე როგორც ინტელექტი არის მაგალითად თანდაყოლილი თვისება, რომელიც გვეხმარება სხვადასხვა სააზროვნო ოპერაციების შევასრულოთ, როგორც ანალიზი, სინთეზი და ასე შემდეგ, ასევე სექსუალობაც არის თანდაყოლილი თვისება, რომელიც გვეხმარება გარკვეული მოთხოვნილებები, მათ შორის კონტაქტის დავაკმაყოფილოთ. ეს ნორმები ასე უხილავად იმკვიდრებენ თავს და გარკვეულწილად უკვე გაუმოუსადეგარია თანამედროვე სამყაროში. იმისთვის, რომ ჩვენ დავჭერთ რიგიდული ნორმების ფარგლებში, თანამედროვე სამყაროში ჩვენ უნდა ჩავიკეტოთ. რიგიდული რა? რიგიდული ნიშნავს მკაცრ, დადგენილს, არაცვალებადს, მუდმივს და ყოველთვის მართლს. ყოველთვის მართლა რა უნდა შეიძლება? თავისთავად ეს არის რიგიდული გამარტოვა. ყოველთვის მართლა რა თქმა უნდა არ უნდა შეიცვალოს. მაგრამ თანამედროვე მსოფლიოს პირობებში ყოველთვის მართალი ნორმები აღარ არსებობს, განსაკუთრებით სექსუალობაში. არ არსებობს, იმიტომ რომ მივხვდით, რომ ნევროზებს იწვევს ეს ერთი. და მეორე ერთი, იმიტომ რომ გლობალურ სამყაროში ჩვენ ხვდებით, რომ ჩვენი ცხოვრების წესი არ არის ერთადერთი ცხოვრების წესი და არსებობს კიდევ სხვა. ძალიან ბევრი რაღაც რაც იყო მიმღებელი, ახლა გახდა მისაღები, ხო? მაგალითად, საერთოდ არ შეიძლებოდა ქალის სექსუალობაზე საუბარი, იქნებოდა რომ ქალს სექსუალობა არ აქვს. იყო ესეთი პერიოდი, ხო? მე აღმოჩნდა თურმე აქვს. მე ფროიდი გაგიჟდა იქ, რომ სულ მასთან მოდიოდნენ ეს ქალები, რომლებსაც სხვადასხვა ნევროზები ჰქონდათ და აღმოაჩინა, რომ აი მქონიათ ამ ქალებს სექსუალობა, ხო? ფროიდს მე ხა ბევრი რაღაცა შეიცვალა. იგივე ჰომოსექსუალობა კანონით ისჯებოდა. ეხა ნებისმიერ თანამედროვე განმარტებით აღარ ითვლება რაღაცა, რაც ამ კანონით ისჯება, ან საერთოდ რეგულირდება ადამიანის ინდივიდუალური არჩევნის საქმე, ხო? ვსაუბრობ მაგალითად ის რომ ნორმები რომ სექსუალობას ეხება არის ყოველთვის დატვირთული რაღაც აღიარებულებით მაგალითად ნორმალურია გარკვეული სექსუალური ქცევა ნორმალური სხვა ქცევა მაგალითად ითვლება რომ ნორმალურია პოლიგამიური ჰეტეროსექსუალური რეპროდუქციული ერთ პარტნიორთან ერთდროულად და ასე შემდეგ სექსუალური ქცევა ხო მაგალითად ნორმალურია რომ ბავშვთა სექსუალობაზე არ ვისაუბროთ ნორმალურია რომ საერთოდ არ ვისაუბროთ განსაკუთრებით ქალების სექსუალობაზე ხო და მე ორმაგ სტანდარტებს ესვაქნება საუბარი რომ ეს ნორმები კაცებისთვის და ქალებისთვის არის განსხვავებული პატრიარქალ კულტურას ვკავშირებ თუმცა ტაბუები პატრიარქულ აკრძალვები არსებობს როგორც კაცისთვის ისე ქალისთვის როგორც სხვადასხვა ტიპის აკრძალვებია მე არ მინდა გავიგოთ რომ აკრძალვები სექსუალობაში ეხება მხოლოდ ქალს. უბრალოდ ისინი არიან ხარისხობრივად განსხვავებული აკრძალვები და ტაბუები და ქალს აქვს უფრო ის რისი კეთება არ შეიძლება და კაცს აქვს უკვე რა უნდა გააკეთოს. იყოს პოლიამორული, პოლიგამიური, სექსუალურად გამოცდილი, ქალზე მეტი გამოცდილება ჰქონდეს, ასე ვთქვათ, მიზერჩეული ქალი თვითონ შეიყვანოს სექსუალურ ცხოვრებაში. იყოს მაჩო, ყოველთვის უნდადეს სექსი ყოველთვის პირველ ადგილზე ჰქონდეს ვიდრე რომანტიზმი და ასე შემდეგ. საკმაოდ ბევრი რაღაცა რაც კაცს მოეთხოვება, რაც მინდა ქნას.